თავი მეშვიდე. როდესაც მან დაასრულა ყველა თავისი სიტყვა მსმენელი ხალხის მიმართ, შევიდა კაპერნაუმში. ერთ ასის თავს მონა უკდებოდა, რომელიც მისთვის ძვირფასი იყო. იესოზე რომ მოისმინა, გაგზავნა მასთან იუდეველთა უხუცესების ათხოვნელად, რათა მოსულიყო და განეკურნა მისი მონა. ისინი მოვიდნენ იესოსთან, შეევერდნენ დაბეჯითებით და უთხრეს: იგი ღირსია რომ ეს გაუკეთო, ვინაიდან უყვარს ჩვენი ხალხი და სინაგოგა მან აგვიშენა. იესო წავიდა მათთან და უკვე იმ სახლის შორი ახლოს იყვნენ, როცა ასის თამა გამოუგზავნა მეგობრები მისთვის სათქმელად. უფალო, ნუ გაირჯები, ვინაიდან ღირსი არა ვარ, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე. ამიტომ ჩემი თავიც არ მივიჩნიე შენთან მოსვლის ღირსად. მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა, ვინაიდან მეც ძალაუფლების ქვეშ მდგომი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთსვე უბნები წადი და მიდის და სხვას მოდი და მოდის, ჩემს მონას გააკეთე ეს და აკეთებს. ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა მისი. მიუბრუნდა მის უკან მომავალ ხალხს და უთხრა: გეუბნებით, რომ ისრაელშიც ვერ პოვე მე ასეთი რწმენ. წარგზავნილებმა სახლში დაბრუნებისას გამოკეთებული ნახეს ის მონა. ამის შემდეგ იესო წავიდა ქალაქს, რომელსაც ერქვა ნაინი. თან მიჰყვებოდნენ მისი მოწაფენი და დიდძალი ხალხი. ქალაქის კარიბჭეს რომ მიუახლოვდა, აჰა, მოასვენებდნენ მიცვალებულს, დედის ერთა ვაჟს, ხოლო დედა ქვრივი იყო, დიდძალი ხალხი მოსდევდა მას ქალაქიდან. ქვრივის დანახვისას უფალს შეეცოდა იგი და უთხრა: ლუსტი, მივიდა და შეეხო ცხედარს. გამსვენებლები შედგნენ და მან თქვა: ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადეკ. მკვდარი წამოჯდა და იწყო ლაპარაკი და იესომ ჩააბარა იგი თავის დედას. ყველანი შიშმა შეიპყრო, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: დიდი წინასწარმეტყველი აღმდგარა ჩვენ შორის და ღმერთმა მოხედა თავის ხალხს. ეს სიტყვა მოედო მთელ იუდეას და მთელ შემოგარენს. აუწყეს იოანეს მისმა მოწაფეებმა ყოველივე ეს. იოანემ დაიბარა ორი თავისი მოწაფე და იესოსთან გაგზავნა შესაკითხავად. შენ ახარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ. მივიდნენ ისინი მასთან და უთხრეს: იოანე ნათლისმცემელმა გამოგზავნა შენთან საკითხავად. შენ ახარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ. იმჟამად მან ბევრი განკურნა სნეულებათა და სატკივართაგან, დაავისულებისაგან და მრავალ ბრმას უწყალობა მხედველობა. უთხრა მათ იესომ პასუხად: წადით, უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ. ბრმებს მხედველობა უბრუნდებათ, ხეიბრები დადიან, კეთროვანები წმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ. ნეტარია, ვინც არ შეცდება ჩემში. როცა იოანეს მოციქულები წავიდნენ, დაიწყო ლაპარაკი ხალხთან იოანეზე. რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა? მაშ რის სანახავად გახვედით? კაცისა, რომელსაც რბილი სამოსელი აცვია. აჰა, ისინი, ვინც მდიდრულად არიან შემოსილნი და ფუფუნებით ცხოვრობენ, სამეფო კარზე იმყოფებიან. რიღას სანახავად წახვედით? წინასწარმეტყველისა? დიახ, გეუბნებით თქვენ, წინასწარმეტყველზე მეტისაც. ვინაიდან ეს არის ის, რომლის შესახებაც დაწერილია. აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოს შენი სახის წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე. ვინაიდან გეუბნებით თქვენ, დედაკაცთა ნაშობთა შორის არავინ არის იოანეზე დიდი, მაგრამ ღვთის სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია. მთელმა ხალხმა, რომელიც მას უსმენდა, და მებაჟეებმაც კი განადიდეს ღმერთი და იოანეს ნათლობით მოინათლნენ. ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მცოდნეებმა უარყვეს ღვთის რჩევა მათ მიმართ და არ ინათლებოდნენ მისგან. მაშინ უფალმა თქვა: ვის ვამსგავსო ეს მოდგმა და ვისი მსგავსნი არიან ისი? ისინი გვანან ყრმებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და ერთმანეთს გაზზახიან, სალამურს ვუკრავდით და არც ეკვავდით, ვგოდებდით და არ სტიროდით. ვინაიდან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი, არც პურს ჭამს, არც ღვინოს სვამს და თქვენ კი ამბობთ, ეშმაკი ჰყავს. მოვიდა კაცის ძე, ჭამს და სვამს და ამბობთ, აჰა, კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო. გამართლებულია სიბრძნე მისი ყველა შვილის მიერ. ვინმე ფარისეველთაგანის თხოვდა მას, მასთან ეჭამა პური.
შევიდა იმ ფარისევლის სახლში და მიუჯდა სუფრას. იმ ქალაქში იყო ცოდვილი დედაკაცი. როგორც კი გაიგო ის ფარისევლის სახლში ზისო, მოიტანა ნელსაცხებელი ალებასტრონის ჭურჭლით და დადგა უკან მის ფეხთით. ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით უხოცდა. ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს ცხებდა. ფარისეველმა, რომელმაც იესო მიიწვია, ამის დანახვაზე თავისთვის თქვა: ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა ვინ და რანაირი დედაკაცი ეხება მას, რადგან ცოდვილია იგი. იესო მიმართა მას და უთხრა: რაღაც მაქვს შენთან სათქმელი, სიმონ. მან კი უთხრა: თქვი, მოძღვარ. იესომ თქვა: ერთ მემახშეს ორი მოვალე ყავდა. ერთს 500 დინარი ემართა, მეორეს 50. მაგრამ რა კი არ ქონდათ რით გადაეხადათ, ორივეს მიუტევა. ახლა მითხარი, რომელს უფრო მეტად შეუყვარდება იგი? სიმონმა უპასუხა: მე ვფიქრობ, რომელსაც უფრო მეტი მიუტევა. ხოლო მან უთხრა: სწორად განსაჯე. მიბრუნდა დედაკაცისკენ და სიმონს უთხრა: ხომ ხედავ ამ დედაკაცს? შენ სახლში შემოვედი და წყალი არ მომეცი ფეხებისათვის. ამან კი ცრემლით დამისველა ფეხები და თავისი თმებით შემიხოცა. შენ არ გიკოცნია ჩემთვის. ამას კი რაც აქ შემოვიდა არ შეუწყვეტია ჩემი ფეხების კოცნა. შენ ზეთი არ გიცხია ჩემს თავზე. ამან კი ნელსაცხებელი სხო ჩემს ფეხებს. ამის გამო გეუბნები, მაგას მიეტევა მრავალი თავისი ცოდვა, რადგან ძლიერ შემიყვარა, ხოლო ვისაც ცოტა მიეტევა, ცოტათი უყვარს. და უთხრა მას: მიგეტევა შენი ცოდვანი. მასთან მსხდომებმა იწყეს ლაპარაკი თავისთვის. ვინ არის ეს ცოდვებსაც რომ მიუტევებს? მან კი უთხრა დედაკაცს: შენ მარწმენამ გიხსნა შენ. წადი მშვიდობით.